რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არის 4 წელი მიდის. 4 წლის განმავლობაში რაც რუსებს არ და ორივე მხარეს მოდი თქვა თან არ დაგვაუზეს ერთი რამე. აქეთ არის რუსეთი და იქით არის მთელი ევროპა, მათ შორის კაიხანი იყო ამერიკის შეერთებული შტატები. მთელი დასავლეთი, ხო? და რაც ეხლა აი ამ შაბათიდან თუნდაც, მანამდე კიდე ორკვირიანი გვახსოვს ჩვენ, ხო? რაც იყო. მოდი ავიღოთ თუნდაც აი შაბათიდან ორ შაბათამდე. 4 დღეში რაც იქ მოხდა, ფაქტიურად თუ რამე რაკეტა იქ არ გასროლილა 4 წელს განმავლობაში 4 დღეში ამ კოალიციურმა თუ არ ვიცი რა დავარქვა ამერიკულმა და ებრაულმა და ჯარებმა და მათ შორის ბრიტანელებმაც გამოიყენა. ლიბერალების გაყინული ტვინისთვის უნდა იყოს ეს ზუსტად მაგალითი, რომ აი რას ნიშნავს, როდესაც მხარეები მართლა არ უფრთხილდებიან ერთმანეთს და არ ინდობენ და დაუნდობელი ომი მიდის, ეს ხდება დღეს, ახლო აღმოსავლეთში. ამისი მსგავსი არაფერი არ ყოფილა უკრაინაში, ის ნგრევა, რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, ეს 4 წლის განმავლობაში გაწელილი პროცესი, რა თქმა უნდა, ეს არის არ ვიცი, საშინელი სანახავი, მაგრამ ახლა ესეთი კადრები, რომ ერთმანეთის დედაქალაქები ჰიპერბგერითი რაკეტებით დაებომბოთ და ერთმანეთის ლიდერები გაენადგურებინოთ და ესე დაუნდობლად თავშესაფრებს ესროდნენ. ასეთი რაღაც სცენები ხო არ გვინახავს უკრაინაში. დღეს მაინც ხო უნდა იყოს ეს თვალსაჩინო, ასე ვთქვათ, ამ ჩვენი ტვინგაყინული ლიბერალებისთვის, რომ რა არის სინამდვილეში ომი და ნგრევა და უბედურება და რამდენად განსხვავდება ხასიათით ეს ორი კონფლიქტი, რასაც ჩვენ ხედავთ უკრაინაში და რასაც ჩვენ ხედავთ ახლო აღმოსავლეთში. შემდგომი კიდევ უფრო დამანგრეველი ფაზა გვაქვს. წინ თუ კი დაიწყება სახმელეთო შეჭრა, ან ირანში დაიწყება სახმელეთო შეჭრა, ან პირიქით თუ კი ირანული მხარე გამოიყენებს, მას ყავს სხვა შორის უნდა ითქვას მთელ ახლო აღმოსავლეთში ძალიან ძლიერი შიიტური ორგანიზაციები, გასამხედროებული ორგანიზაციები, ეს არ არის მარტო ჰეზბოლა, რომელიც სხვა შორის ოფიციალურად ჩაერთო უკვე გუშინ-ღამიდან ომში, მაგრამ გარდა ამისა ყავს ძალიან ძლიერი შიიტურ ფარს ეძახიან, ასე ვთქვათ, 4 სახელმწიფოში განსაკუთრებით, სირიაში, ერაყში, იემენში ყავს ასევე საკუთარი მომხრეები, რომლებსაც თუ ამოქმედებს და დაიწყება ეს სახმელეთო შეტაკებები, ამას ექნება ბევრად უფრო დამანგრეველი ეფექტი და ბევრად უფრო სისხლისმღვრელი შედეგები მოყვება სამწუხაროდ.